მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო მორიგ სამართლებრივ პრობლემას. სამართლებრივი კულტურის მანიშნებელს საზოგადოებაში ეს არის აქტუალური თემა, ეგრეთ წოდებულ ფეხბურთის ბილეთებთან დაკავშირებული. პრინციპი სკანდალის სახე აქვს ფაქტობრივად მიცემული. მაგრამ მანამდე მინდა ცოტა ორიგინალური გადახვევა მექნება. მინდა გადაუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს არსებითი განსხვავება დღეს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება თავისუფლად გამოთქვან თავისი აზრი და არ იქნენ დარბეულები. ამისთვის რაღაც სანქციები გაუწეს არ მოყვეს. მაგრამ მეორეს მხრივ მე წუხარ ძალიან არის რიგი შემთხვევები, როცა მეჩვენება ხოლმე საპატრულო პოლიცია ემსახურება ხოლმე წინა ხელისუფლების რაღაც გარკვეულ ინტერესებს, ამის დასტურია თქვა 9 მაისს და 26 მაისს მომხდარი ფაქტები, რომელზეც სხვა დროს გავამახლებს საზოგადოების ყურადღებას. დღეს მინდა დავიწყო ზოოპარკის თემით, იმ ტრაგედიით, რომელიც გამვითარდა და როდესაც საზოგადოების ფიქრო-პროგრესული გონიერი ნაწილი დადგა დირექტორის პოზიციის მხარდასაჭერად თვითორგანიზაციის საფუძველზე და ფიქრობ რომ უკვე დადგა დრო დამოკლე საათგენიდან 20 წელზე მეტი გავიდა დაიწყო საზოგადოებამ მტყუან მართლის გარჩევა და თავისი აზრის გამოთქვა მოგესალმებათ ხელისუფლების წყარო ხალხია ამდენ ძალიან მწუხარო ზოგიერთ თემად თქვა ის აქცია რომელიც კანცელერიასთან ჩატარდა დირექტორის მხარდასაჭერად მონათლად თითქოს გარკვეული ძალების ნაცნობრობის ორგანიზებულად მეც გახდით მეუღლესთან ერთად ამ ღონისძიებაზე და თურმე ამას იტყვის რომ მე ვარ ნაცნობრობის მართული მზად ვარ მასთან თავსიდეს დაასაბუთოს მაგრამ ეს ფორმა გონივრული ფორმა იყო საზოგადოებად 500 კაცამდე იყო თავმოყრილი რომელიც თავისი პოზიცია გამოთქვა მაგრამ მე მინდა სწორედ მათ აი აქტიურ ნაწილს მოუწოდრო ასევე მკაფიოდ გამოთქვათ ხოლმე ჩვენი პოზიციები და ჩვენი პროტესტი იმ შემთხვევაში როცა არაერთ გზის ხდებოდა ხოლმე საზოგადოების შეცდომայի შეყვანა, მოტყუება, კონსტიტუციის აბუჩად აგდება, საარჩევნო კანონმდებლობის აბუჩად აგდება, ის კორუფციული სქემები, რომელიც იგივე City Park-ს უკავშირდება, ის კორუფციული სქემები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეგრეთ წოდებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაქრობას, კორუფციული სქემები, რომელიც უკავშირდება თქვათ იქ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობას თუ ბანკების საქმიანობას, მაგრამ სამწუხარო რეალობა რომ იშვიათად გამოთქვათ ხოლმე პროტესტი. ამ შემთხვევაში იყო სამოქალაქო ორგანიზაციის დონეზე აქტიური ნაწილი გამოვიდა 500 თუ 1000 კაცამდე იყო თავმოყრილი, მაგრამ როდესაც City Park-ის წინააღმდეგ იყო ჩატარებული აქცია, იქ 100-მდე კაცი იყო სულ მოსული და ბუნებრივია შედეგი შესაბამისი არა. მე კიდევ ერთხელ მინდა აი City Park-თან დაკავშირებითაც გაუსვა ხაზი და ანგარიშიც წარდგე, პროკურატურის შეტანილია საქმე და იხილება თქვა ის კორუფციულ სამართალდამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც არის დაკავშირებული City Park-ის საქმიანობასთან. ამავე დროს შეტანილია მერიის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში თავად შევიტანეს, სადაც ვითხოვ ამ დადგენილების, კორუფციული დადგენილების 2007 წლის, რომელთაც მე მოხდა ხელშეკრულების გაფორმება City Park-თან გაუქმებას და დემონტაჟში მსაგზაო ნიშნებისა, რომელიც არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, არ არის შუქარული ზედაპირი, არის კომერციული ნიშნები, ცალკე მსჯელობის თემა, მაგრამ აი ეს პასიურობა საზოგადოებისა, ძირითადად მამაკაცებს მიმართ არის ჩემი საყდური, ქალბატონები აქტიურობენ და ძალიან ბევრი საჩივარი შედის მერიაში, მოგესალმებათ ჩვენი კონცეფცია ის, ვინც ამ პოზიციას უჭერს ხაზს City Park-ის საქმე დასრულდეს საქართველოში ეს კორუფციული და მოქალაქეების აქტიურობაც არის საჭირო, მერიის საჩივრებით, სასამართლოების სარჩელებით, საზოგადოების აქტიურობით და იქნებ ამით დავიწყოთ. შემდეგ გადავატყო მოძრაობის ნიშნებზე, მე შეიძლება გადავიდეთ იქ სხვა იმ განუკითხაობაზე რაც ხდება თქვი საარჩევნოებთან დაკავშირებით ან ქონების მიწისთან დაკავშირებით და მე თქვათ იქნებ დავალაგოთ ქვეყანა სამართლებრივად. აი ხა მივედი იმ საკითხამდე, რომელიც ასევე ფიქრობ აი ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებულია, როგორც იყო თუ გახსოვს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, პრეზიდენტის არჩევნები, როდესაც ნემსაძე აირჩიეს და მე გადადგა და მე ყოველგვარი არჩევნების გარეშე, ვიღაც თქვათ პარტიული ზემოდან მითები დანიშნული. ცხადი ეს თამდევი მოვლენები, რასაც ქვია თქვათ კორუფციული გარიგებები თამაშებთან დაკავშირებით, ეს ჩაწყობილი თამაშები ტოტალიზატორთან დაკავშირებული. ბუნებრივია სწორედ ეს მისი ლოგიკური გაგრძელება, სწორედ იმ ნაცმოძრაობის წიაღში დაგეგმილი დანაშაულ ორგანიზებული და როდესაც ხელისუფლება ცდილობს ახლა თქვათ მოძებნოს აი ვინ არის ორგანიზატორი თქვათ იმ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის კანცელერიაზე გამართული მიტინგისა თვითონ მე მათ ურჩევ რომ მოძებნონ ორგანიზატორები სახელმწიფო გადატრიალების ძალისმიერისთვის რევოლუცია ვინც მოაწყო ფაქტობრივად მოძებნონ 2008 წელს გაყალბებული არჩევნების ინიციატორი მოძებნოთ ის მასობრივი ტოტალური გადანაწილება რო არის ქონების აი ეს ორგანიზატორები რომელიც დღეს იმიდის სასამართლომ არ არაფერტურა და ფაქტობრივად ამ დღევანდელ ხელისუფლებას სულ ერთი წელი დარჩა ამის მოსაგვარებლად თავისთავად ის რაც მათი ორგანიზებული ამაზე გავამახვილეთ ყურადღება ის არჩევნები როგორ ტარდებოდა თავის City Park-ის საქმიანობა აი ფეხბურთის გულშემატკივრად მეც თავად ფეხბურთს თამაშობდი მამაჩემ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა და ცხადია მე ხედავ რომ
აი როგორც უნდა გამითარდეს მოვლენები უკვე დღევანდელ ეტაპზე. იქნება ძალიან ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილება, რომელიც ორშაბათიდან ელოდებოდა, თქვა კომპიუტერთან თავისი რიგით ბილეთების მიღებას. გარდა ამისა ეს ეგრეთ წოდებული 4 კაცზე განაწილება თქვა ბილეთებისა და ეხლა როგორც უნდა გამითარდეს, იქნება უკმაყოფილების დიდი მასა, რომელიც შეიძლება ეს აქტიური პროტესტიც გამოთქვას ამას დაკავშირებით, მე ეწი არ შეგეპაროთ მედია საშუალებები მთელი მსოფლიოდ ამას გააშუქებენ და კიდევ ერთხელ შეელახება რეპუტაცია სახელმწიფოს. ანას მე როგორც იურისტი მადლობა სხვასაც მედიასაც დამოუკიდებელ ექსპერტათაც მომიხსენებელ, ვთავაზობ ფეხბურთის მესვეურებსაც, რომელიც არაერთგზის არიან შემჩნეული კორუფციულ გარიგებებში, იმისთვის რომ არ აღმოჩნდეს და საფუძველი ეჭვი მაქვს, რომ დიდი ნაწილი ბილეთებისა აღმოჩნდება ეგრეთ წოდებული გადამყიდველების ხელში. ეხლა მე ერთ ბილეთს რო ავიღებ, ეხლა ჩემი მდგომარეობიდან გათვალისწინებ, გავყიდით თუ არა სალგებშელობის და მაგრამ ასეულობით აღმოჩნდება ათასობით გარკვეული ჯგუფების ხელში და ამის ნიშნები სწორედ დღევანდელ გაცხადებაში გამოჩნდა, როდესაც ითქვა, რომ იცით რა 50-იანი ბილეთი დარჩა, მაგრამ არასანქციონირებულად გაყიდული ბილეთები რას ნიშნავს არასანქციონირებული გაყიდული ბილეთები და მithom ეს როცა მედიაში ინტერნეტზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვა ძალიან დიდი ნაწილი ბილეთების გაყიდული. რო არ დაჩეს ეჭვის საფუძველი, ვთავაზობ მათ ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე, გარკვეული გონივრული დრო, ეს 6 საათი იქნება 12-24 საათი, გამოყვონ, აღრიცხონ ყველა მსურველი ბილეთების შეძენის, მე ვფიქრობ არა მარტო საქართველოს საზოგადოებრივ, მაგრამ თუ იყოს უნდა საქართველოს ფარგლებში და ეგრეთ წოდებული ლატარიის პრინციპით, როგორც ნაფიცი მსაჯულების შეერჩევიან ამომრჩევლთა საერთო სიიდან, ისევე როგორც ამერიკაში ეგრეთ წოდებული ბინადრობის უფლება, green card-ი შეერჩევა მსურველების რიცხვიდან, მოხდეს ესე განაწილება და ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს ერთ რეგისტრირებულ პირზე, ცხადია მას რიგითი ნომერი მიენიჭება და იმის მიხედვით მე თქვა შემთხვევითი რიცხვის პრინციპიც ხდება გადანაწილდება, ეგრეთ წოდებული ლატარიის პრინციპით და თითო პიროვნებაზე გაიცემა ერთადერთი ბილეთი. ფიქრობ ეს იქნება იმის გარანტი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბილეთი აღმოჩნდება, თქვათ ესეთ ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე, ნაკლებად ისედაც რეპუტაცია შელახულ ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი ლაქის სახით იქნება წარმოჩენილი საქართველოს და ეს შეიძლება დაგვარად მე რაც მოვიფიქრე ეს არის თუ კიდევ ვინმე უფრო გონივრულ მექანიზმში მოგთავაზებს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ერთი მინდა საზოგადოების კონტროლის გარეშე ნუ დარჩება ნურც ფეხბურთის სფერო. აი წუხარ როცა მე პარალელს ვავლებ როცა აქტიურობა იყო მოქალაქეების თქვათ იგივე ზოოპარკის, ნუ დაინახა მოქალაქემ განათლებულმა გონიერმა მოქალაქემ დაინახა რომ მას შემდეგ რაც მოხდა სტიქიური უბედურება, მას შემდეგ რაც ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა გაავრცელეს განცხადება, რომ უსაფრთხო იყო მისი ცხოვრება და მე ადამიანის ცხოვრება მოყვა, ცხადი ამაზე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი ზოოპარკის დირექტორი, რომელსაც ტრავმირებული იყო და სულიერი ტრავმა ჰქონდა თავისი მდგომარეობის გამო და გამოთქვა თავის პროტესტს. ამიტომ პროტესტი უნდა გამოითქვას ფეხბურთის მოყვარულის, მაშინ როცა ხდება ფედერაციის პრეზიდენტის აი გაყალბებული გზის დარჩენები, როცა ხდება კორუფციული გარიგება, როცა ხდება გაყალბები არჩევნებისას, როცა ხდება აი ეს ეგრეთ წოდებული ეს ყველასთვის გასაგები, ყველასთვის კაფიო და ნათელი ეს კორუფციული სქემა, ეგრეთ წოდებული სიტი პარკი. როცა ხდება, თქვათ, ეს ქონების იძულებითი ჩამორთვა. ეს და ყველაზე მთავარი რომ გავაქტიურდეთ არჩევნებისას და ხარი დაუჭიროთ იმ გონიერ პოლიტიკოსებს, რომელთაც თავისი პიროვნული თვისებები, თავის ხოვებისთვის არიან, თქვათ, რეპუტაცია შეულახავი და დამერწმეთ ნაკლები პრობლემა იქნება სახელმწიფოში. ამიტომ მივესალმები, რომ ესეთ მნიშვნელოვანი ღონისძიება სუპერთასი საქართველოში თბილისში ტარდება და დაიწყო ისევ იმით, რომ ხედავთ, რომ ეს გაურკვეველ ერთმანეთში შეუთანხმებელ განცხადებებს და მე როცა ვამოფხოლმე ხშირად და წუხარ ძალიან რომ აქამდე ნუ ჩემი დასკვნა ის იყო, რომ ჩვენ დავაშენეთ სამწუხაროდ სამართლების სახელმწიფოს მაგალითად პლუტოკრატიული სახელმწიფო ტყუილებზე დაფუძნებული, ყოველდღურად მისმის ეს ტყუილები და მინდა რომ მოქალაქეებმა ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია, ჩვენ ვართ ამ ხელისუფლების ფორმირებაში პასუხისმგებელი თუ ესე არ გავაკეთეთ და ეს პრობლემები იქნება სიტი პარკი იქნება, არჩევნები იქნება, ფასიანი ქაღალდები იქნება თუ ნებისმიერ სფერო, ბუნებრივია, უკვე თავი და თავი ალბათ პოლიტიკური ნება საჭირო და მე მივდივართ იმ პოლიტიკოს რანგში აყვანოთ ფეხბურთამდე, რომელიც ესე ყველასთვის ახლა ბუნებრივია პოლიტიკაზე უფრო მაღლა დგას, მსოფლიო ამით დაინტერესებული და მოდით ამ სფეროში მაინც ვეცადოთ რომ სამართლიანობა აღვადგინოთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ჩვენს ევროპულ ეგრეთ წოდებული ევროპულ ორიენტაციას ინტეგრაციას რეალური საფრთხე შეექმნება და ნუ ვერ აღვიქვებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, როცა ვერ ატარებ არჩევნებს, ვერ ვუძველყოფ კონსტიტუციის დაცვას,
ვერ უზრუნველყოფ თუნდაც როცა მე თქვათ უნდა ყავდეს არჩეული თქო მას გინიშნავენ ამაზე არ გაქვს პროტესტი და მე თუ ახლა ვერ დავიცავი თქვათ ის თქვათ რაც პროცედურა და ეგრეთ წოდებული სამართლიანი პროცედურა ბილეთების განაწილების ნუ ბუნებრივია აქ სხვაზე ლაპარაკი საუბარი არის ამიტომ მადლობა აქტიურ ნაწილს მოქალაქეებისა და მინდა რომ ეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო კონტროლი გავრცელდეს არა მარტო ხელისუფლების ორგანიზების საქმიანობაზე არამედ სიტი პარკზეც მოთხოვთ მას იმ ვალდებულების შესრულება და ეგრეთ წოდებული ფეხბურთის მესვეურებზე რომელიც აი ძალიან უხაროდ მდგომარეობაში ვაყენებთ უყოლას ფეხბურთის კომაგების და მესვეურების ყურადღება მივაპყრო მინდა ერთ ისეთ აქტუალურ საკითხზე ეს მოგესალმებით მრავალი მილიარდიანი კომაგები ყავს ფეხბურთს მისი წესებიც იცვლება ადამიანის მიერ შექმნილი და ხდება მისი სრულყოფა გარკვეულწილად აღიარებულია მათ შორის კომენტატორების მწვრთნელების ექსპერტების რომ ეგრეთ წოდებული პენალტების სერია მიუღებელია უსამართლობის ელემენტი რამე თუ ფეხბურთი არის კოლექტიური თამაში და მისი ბედის მოგებულის გამარჯვებულის ერთ-ერთზე გადაწყვეტა ნუ არა გონივრულიც არის და უსამართლოც არის მოგეხსენებათ შეიძლება პროფესიონალ ფეხბურთის მესი იქნება რუნი იქნება თუ სხვა რონალდო გაუწუდეს ერთ დარტყმა და მან პასუხისმგებლობა იტვირთოს ის რაც ვერ მოახერხა გუნდმა საათნახევრის განმავლობაში ფსიქოლოგიურადაც მისთვის ძნელი გადასატანი იქნება სტრესი და ფიქრობ არასამართლე ამიტომ ეს მოსაზრება იყო თქვა გაზეთ რელოში იყო გავრცელებული მედიის საშუალებითაც მაგრამ ეს აქტიურად აღარ მიმართია ბოლო დროს ცოტა გავაქტიურდი ფეხბურთის მესვეურებსაც მივხვდით ოფიციალურად და იქნებ საქართველოში ექსპერიმენტის დონეზე თუნდაც შიდა ჩემპიონატში თუნდაც აი ხა სუპერთასში მიმართოთ UEFA-ს თუნდაც FIFA-ს მესვეურებსაც რომ თუნდაც შემოვიღოთ ფეხბურთის მატჩის პრედასრულების შემთხვევაში ძირითადად დამატებით დროის შემდეგ შევთავაზოთ ორივე მხარეს მათ თუ ამის სურვილიდან ნება გაჩნიათ არაუმეტეს 5 წუთი გავაგზავნოთ თამაში იმ პირობით რომ დიდ მოედანზე დარჩება 5 ფეხბურთელი თუ ზოგიერთი იტყვის არგუმენტს რომ გადაღლილები არიან აქ ხას უსვამს ეს არის ნებაყოლობითობის პრინციპი თუ მათ ამის სურვილი საშუალება გააჩნიათ მაყურებელი მე ვფიქრობ ძირითადად არ გადაიღლება დამატებით 5 წუთი პირველ გატანილ გოლამდე მივცეთ საშუალება ამ დიდ მოედანზე 5-5 მოთამაშით გააგზავნონ თამაში შესაძლებელია ამ შემთხვევაში გონივრული იყოს ეგრეთ წოდებული თამაშგარი აფსაიდის მდგომარეობაზე უარის თქმაც ანუ რა მოხდება ფრედ დამთავრების შემთხვევაში დარჩება დიდ მოედანზე 5 მოთამაშე აქ როგორც იურისტი უყურებდა როგორც თქვა მეც მითამაშია ფეხბურთი და ეს აქედან გამომდინარე არის ეს დიდი კარი ეს არ არის მინი ფეხბურთი პატარა კარით და ტექნიკურად მომზადებულ ან ფიზიკურად მომზადებულ გუნდს მეტი საშუალება აქვს რომ ამ დიასივრცეში გაიტანოს ბურთი თამაშიდან და მე ვფიქრობ კომაგიც დარჩება მოგებული რომ იხილავს თამაშიდან გატანილ გოლს და ეს იქნება გუნდური თამაშიდან მიღწეული წარმატება და ერთ კაცზე მე ხო ცხადია ბუნებრივი ამას ლიმიტი ჭირდება ეს არ შეიძლება გაგრძელდეს თქვა უსასრულოდ შესაძლებელია თქვა მაქსიმუმ ერთი დაემატოს ან ორი ეგრეთ წოდებული მიკრო ტაიმი და თუ მას აღარ შეუულიათ ბუნებრივია და მოქალაქეც მაყურებლებს დაიღლება მიეცემა საშუალება ეგრეთ წოდებული პენალტების სერიით დასრულონ თამაში ფაქტია ეს არის პრობლემა დღეს მსოფლიო ფეხბურთისთვის არის იძებნება სხვადასხვა გზები მაგალითად თუ არ ვცდები საქართველოშიც კი მოხდა ერთხელ ექსპერიმენტის სახით პენალტები დაარტყმევიოს გუნდს თამაშის დაწყებამდე რაც არაგონირდა იმდენად უკვე ფსიქოლოგიური მომენტია ხა წინასწარ განსაზღვრა იყო ერთხანობას ეგრეთ წოდებული აი არიორეშკას რო უძახიან შემთხვევითი პრინციპით დანერგილი მაგრამ ის უფრო სამართლიანი იყო შეიძლება შემთხვევითობაზე იყო ის კი არა რომ აი პენალტები თა მაგრამ მეორეს ხო მაყურებლისთვის ეს ძნელი იქნებოდა ამის ახლა როგორც სამართლიანი როცა თქვა აღაგდებდნენ ფულს და იმით განსაზღვროდნენ ნუ დღეს ეს მიღებული ფორმა ეგრეთ წოდებული პენალტების სერია მაგრამ ხო გენდით უძახიან როგორც საფეხბურთო ჯოჯოხეთს საფეხბურთო ლატარიას და ითვლება რომ თქვა ეს გარკვეულწილად აი უსამართლობის ელემენტი ვეთანხმები ამას ამიტომ თავაზობ აი იურიდიულ უკაცრავად საფეხბურთის მესვეურებს და გულშემატკივრებს ვიმჟელოთ ამ თემაზე და მე ამ თემაზე ვჟელობდი და მე გადავალთ ალბათ საარჩევნო კოდექსებზე სიტიბართან დაკავშირებით მე კოდექსებზე კონსტიტუციაზე და ვფიქრობ ეს კულტურა კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდეთ და დაეკითხონ საზოგადოებასაც ფაქტობრივად ჩვენთან ზოგჯერ გადაწყვეტილება მიღება ხდება თქვა გაზრის გაუთვალისწინება და თუ ვისწავლით ამ პოლემიკას სვისი აზრის მოსმენას მსჯელობას მე შეიძლება იგივე ეს პრობლემები რო გვაქვს ხა ჰერალდიკასთან დაკავშირებით და კომისიის გვერდის ავლით გვაქვს მიღებული სიმბოლოები და კონსტიტუცია მე შეიძლება ამაზეც გადავიდეთ